როგორ დავადოთ Word-ის ფაილს წყლის ნიშანი? Word-ის გახსნის შემდეგ შევიდეთ menu design-ში, მარჯვენა მხარეს მოვუძებნოთ watermark, ჩამოვშალოთ. ავტომატურად შემოგთავაზებს ვარიანტებს, რომელიც არის ინგლისურად. თუ რომელიმე მათგანი ჩვენთვის მისაღებია, დავაკლიკებთ მასზე და ჩასვამთ. თუ არა, ჩამოვიდეთ ქვემოთ, custom watermark. ხო, აი აქ შეგვიძლია წყლის ნიშანად გამოვიყენოთ ფოტო. მოდი ეს მაგალითიც გავაკეთოთ. ავირჩევ picture watermark, select picture. გამოსულ ფანჯარაში, ესე იგი ფოტოს ჩასმა შეგვიძლია ჩვენი კომპიუტერიდან, Bing-ის საძიებო სისტემიდან, ან OneDrive-დან. ჩემ შემთხვევაში ავირჩევ კომპიუტერს. მოვნიშნავ ფოტოს, insert. თუ ამ ფტიჩკას დავტოვებ ჩართულს, ნაკლებად თვალსაჩინო იქნება, თუ გამოვთავ, უფრო კარგად გამოჩნდება ჩასმული ფოტო. დავაკლიკებ ხილაკს OK და აი როგორც ხედავთ, წყლის ნიშანი გაჩნდა. თუ არ გვინდა ფოტო და ტექსტი გვინდა დავადოთ, შევიდეთ ისე watermark-ში, custom watermark. უკვე ავირჩიოთ ტექსტი, უნდა მივუთითოთ ენა, ჩემ შემთხვევაში უკვე არჩეულია Georgian, ქართული. ტექსტი, ანუ რაც უნდა დაეწეროს ფაილს. შეგვიძლია ჩამოვშალოთ, არის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება, შეგვიძლია ის ჩავსვათ, ან შეგვიძლია ეს ტექსტი საერთოდ წავშალოთ და ჩავწეროთ ჩვენ რაც გვსურს. აი, მოდი ავირჩევ სტანდარტულად, რომელიც არ დააკოპიროთ. მერე რა ფონტით იყოს დაწერილი. მოდი მე სილფაინს ავირჩევ, იმიტომ რომ მიყვარს სილფაინის შრიფტის გამოყენება რატომღაც. ზომა ავტომატურად არის მონიშნული, მაგრამ შეგვიძლია ეს ზომა შეცვალოთ თუ გსურთ. ფერი, ანუ ჩვენი წყლის ნიშანი როგორ გამოჩნდეს, რა ფერის იყოს, მაგალითად იყოს ლურჯი ფერის. და თუ დიაგონალურს დატოვებთ მონიშნულს, დიაგონალურად ჩასვამს, თუ არა და ჰორიზონტალურზე შეგვიძლია გადავიყვანოთ. მოდი მე დავტოვებ დიაგონალურს და OK. აი როგორც ხედავთ, ჩაისვა წყლის ნიშანი. იმ შემთხვევისთვის თუ არ დაგჭირდება აი წყლის ნიშანი, შეგვიძლია ისევ შევიდეთ watermark-ში, დავაკლიკოთ remove watermark და წყლის ნიშანი გაქრება. მადლობა ყურადღებისთვის.